იოანეს მესამე თავის 1-დან 21 მუხლის ჩათვლით წავიკითხოთ. ფარისევლებს შორის იყო ერთი კაცი, სახელად ნიკოდემოსი, იუდეველთა მთავარი. იგი ღამით მივიდა მასთან და უთხრა: რაბი, ჩვენ ვიცით, რომ შენ ხარ მოძღვარი, ღვთისგან მოსული. ვინაიდან არავის ძალუც ისეთ სასწაულების მოხდენა, როგორცაც შენახდნენ, თუ მასთან ღმერთი არ არის. მიუგო იესომ და უთხრა მას: ჭეშმარიტად გეუბნები შენ, ვინც ხელახლა არ იშობა, ვერ იხილავს ღვთის სასუფეველს. ნიკოდემოსმა უთხრა მას: როგორ შეუძლია კაცს იშვას, თუ იგი მოხუცია? ნუ თუ შეძლებს თავის დედის მუცელში მეორედ შევიდეს და იშვას? მიუგო იესომ: ჭეშმარიტად გეუბნები შენ, ვინც წყლისა და სულისგან არ იშვება, ვერ შევა ღვთის სასუფეველში. ხორცისგან შობილი ხორცია და სულისგან შობილი სულია. ნუ გაგიკვირდება, რომ გითხარით, თქვენ ხელახლა უნდა იშვათ მეთქი, ქარი ქრის, სადაც მოისურვებს. მისი ხმა გესმის, მაგრამ არ იცი, საიდან მოდის და სად მიდის. ასევეა ყველა, ვინც სულისგან არის შობილი. ნიკოდემოსმა მიუგო და უთხრა მას: როგორ შეიძლება მოხდეს ეს? მიუგო იესომ და უთხრა მას: შენ ისრაელის მოძღვარი ხარ და განა ეს არ იცი? ჭეშმარიტად გეუბნები შენ, ვლაპარაკობთ იმაზე, რაც ვიცით და მოწმობთ, რაც გვინახავს, მაგრამ თქვენ არ ღებულობთ ჩვენს მოწმობას. თუ მიწიერზე გითხარით და არ გწამს, როგორ იწამებთ ზეციერზე რომ გითხრათ? არავინ ასულა ზეცაში გარდა ციდან ჩამოსული კაცის ძისა, რომელიც ზეცაშია. როგორც მოსემ აღამაღლა გველი უდაბნოში, ასევე უნდა ამაღლდეს კაცის ძე, რათა ყოველი მისი მორწმუნე არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე. ვინაიდან ისე შეიყვარა ღმერთმა წუთისოფელი, რომ მისცა თავისი მხოლოდ შობილი ძე, რათა ყოველი მისი მორწმუნე არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე. რადგან ამიტომ კი არ მოავლინა ღმერთმა თავისი ძე წუთისოფლად, რომ განეკითხა წუთისოფელი, არამედ გადარჩენილიყო მის მიერ. ვისაც ის სწამს, არ განიკითხება, ხოლო ვისაც არ სწამს, უკვე მსჯავრდადებულია, რადგან არ ირწმუნა ღვთის მხოლოდ შობილი ძის სახელი. განკითხვა კი ის არის, რომ ნათელი მოვიდა წუთისოფელში და ადამიანებმა ნათელზე მეტად ბნელი შეიყვარეს. ვინაიდან ბოროტი იყო მათი საქმენი, ვინაიდან ყველას, ვინც ბოროტებას სჩადის, ზურს ნათელი და არ მიდის ნათლისკენ, რათა არ იქნეს მხილებული მისი საქმენი. ხოლო ჭეშმარიტების მოქმედნი ნათლისკენ მიდის, რათა ცხადი გახდეს მისი საქმეები, რადგან ღმერთშია ქმნილი.